მე გამოვედი და ბავშვებს რეანიმაციაში ვტოვებ. ლაშა გიორგის ვერაფერი ვერ უშველეთ, მიწაში მიწევს. ეხლა ნოეც რეანიმაციაშია და უსუქეთიდან ბაზმში ჩამოსულიყავი, იმის თანხაც კი არ მქონდა. სხვას გამოვარდი, რომ ბავშვი მენახა. პატარა ნოე სულ რაღაც 20 დღის წინ მოევლინა ამ ქვეყანას. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. ეს კი 86 წლის მერი ბებუა. 5 შვილიშვილი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას. ახლა კი მე-6 შვილიშვილის 20 დღის ნოის გადარჩენას ებედრება უფალს. მოხუც უდიდესი მისია აკისრია. 8 წლის შვილიშვილს პატრონობს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ბავშვს ფიზიოთერაპია ესეჭიროება, მაგრამ ღამის გასათევად ოთახის დასაქირავებელი ფული არ აქვს ხატაკოჯახს. ამიტომ 86 წლის ბებო თავისი დამჭკნარი ხელებით უკეთებს მასაჟს დეფორმირებულ ფეხებზე. საბრალობავს არც საუბარი შეუძლია. ორივე ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ გაბრიელს სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამოკვლევის შეტარება. დაგვიანების შემთხვევაში აღარაფერს ექნება აზრი. წარმოიდგინეთ, საბრალო დედამ 2 წლის შვილი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას ცოტა ხნისი, ხოლო მეორე ახალდაბადებული ნოე ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში აპარაცია შეერთებული. მესამე შვილიც განწირულია, მხოლოდ იმიტომ, რომ 8 წლის წინ ხატაკ ოჯახში დაიბადა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.